თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მე კი თვეში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. 25 ოქტომბერს კლუბ ხიდზე Miller Mix-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც ბლონდიში და თიანა თი დაუკრავენ. აღსანიშნავია, რომ როგორც ბლონდიშის, ასევე სხვა ქართველი დიჯეების სეტები Beatsport-ის YouTube არხზე გაისტრიმება, რაც მილიონობით ადამიანს მისცემს შესაძლებლობას უფრო ახლოს გაიცნოს თბილისის საკლუბო სივრცე. ღონისძიების მთავარი ჰედლაინერის ბლონდიშის კარიერა 15 წელზე მეტს ითვლის, მსოფლიოს უდიდეს ფესტივალებზე გამოსვლებითა და ლეგენდარულ არტისტებთან თანამშრომლობით. საკუთარი კომპოზიციების პარალელურად ბლონდიშ ხშირად ქმნის რემიქსებს სხვა მუსიკოსებისთვის, მათ შორის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან მადონა, Depeche Mode, Taylor Swift და სხვები. 2017 წელს მან დაარსა საკუთარი ლეიბლი Abracadabra, რომელიც ახალი არტისტების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. Miller-ისა და Beatsport-ის ერთობლივი ტურნე Miller Mix 6 ქვეყანას მოიცავს: ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას, თურქეთს, უნგრეთს, ყაზახეთს და საქართველოს. პროექტის მიზანი შერჩეულ ლოკაციებზე საინტერესო და უნიკალური არტისტების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობაა. ეს პროცესი აერთიანებს როგორც ელექტრონული მუსიკის უკეთსნობელ სახეებს, ისევე ახალბედა არტისტებს და სტრიმინგის საშუალებით ამ გამოცდილებას მთელ სამყაროს უზიარებს. For the Monster Lobsters-მა ახალი სინგლი და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო კლიპი გააზიარა. ტრეკი ალბომ Travel Guide-ში შევა, რომლის გამოსვლაც 2026 წლის მარტში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ტრეკში ვიოლინოზე მარია მაკალათია უკრავს, საყვირზე კი გიორგი მიგრიაული. ტრეკის კონცეფცია, ისევე როგორც ალბომში შესული სხვა კომპოზიციები, მუსიკალური ძიებაა, სადაც ყოველი ახალი სიმღერა სხვადასხვა ქალაქებში თავგადასავლის აღმოჩენაა. მომავალი ალბომი Travel Guide-იც ერთგვარად სხვადასხვა შთაბეჭდილებების რუკას ქმნის, რომელიც მსმენელს მუსიკალურ მოგზაურობასთან ერთად შინაგანი გზების პოვნაშიც ეხმარება. მოусმინეთ For the Monster Lobsters-ის სიმღერა პრაღას ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე. სასტუმრო ტელეგრაფში გახსნილ Tatuza Jazz Club-ში მსმენელის წინაშე იტალიელი ჯაზ მუსიკოსის Francesca Tandois ტრიო წარდგა. მუსიკალური საღამო Easter Promotion-თან პარტნიორობით გაიმართა. Francesca Tandois ტრიომ შეასრულა საავტორო ნამუშევრები ახლახან გამოშვებული ალბომიდან Bob Webb, თუმცა კონცერტის მსვლელობისას პირველად გაჟღერდა ახალი კომპოზიციებიც, რომლებიც ტრიოს მომდევნო ალბომში შევა. როგორც Francesca Tandoim Billboard Georgia-თან საუბრისას აღნიშნა, საღამოზე ამ ნამუშევრების ერთგვარი პრემიერა შედგა. Tatuza Jazz კლუბი საოცარი სივრცეა. ის საშუალებას გაძლევს მსმენელთან უშუალო კავშირი დაამყარო და ქმნის გარემოს, რომელიც ჯაზის ენერგიას იდეალურად ერგება. ამბობს Billboard საქართველოსთან საუბრისას Francesca. Tatuza Jazz Club ქალაქის უახლესი კულტურული სივრცეა, რომლის სახელწოდება ქართველი ჯაზ ლეგენდის თამას Tatuza ყურაშვილის სახელს უკავშირდება. Tatuza Jazz Club-ის გახსნა ქართული ჯაზის სცენისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. სივრცე თავისი კონცეფციით ქართულ მუსიკოსებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ქართული პოსტ-პანკ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Vinda Folio ახალ მუსიკალურ ნამუშევარს აქვეყნებს. სიმღერა ქარი კვლავ არხევს ოქტომბერში Bloom Music-ის ლეიბლის ქვეშ გამოვიდა და არტისტისთვის დამახასიათებელ მელანქოლიურ, ინტროსპექტულ ჟღერადობას ინარჩუნებს. ახალი კომპოზიციის ტექსტი ამავე სახელწოდების კლასიკად აღიარებული ნამუშევრისგან ქარი კვლავ არხევს. არის შთაგონებული, თუმცა Vinda Folio მას სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა, სადაც ტექსტი, მელოდია და ემოციური ტონალობა სრულად ახლებურადაა გადააზრებული. ქართველი კანტრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas Sounds International Country Music Awards-ის ფესტივალზე წარდგა და გამარჯვება ორ კატეგორიაში მოიპოვა. ქართველი მუსიკოსი ფესტივალზე აუდიტორიის წინაშე პირველივე დღეს წარდგა. 5 ოქტომბერს კი დაჯილდოების ცერემონიაზე შოთა ადამაშვილს საუკეთესო ორიგინალური სიმღერის და ტრადიციული კანტრი არტისტის ჯილდო გადასცეს. Texas Sounds International Country Music Awards ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც წელს ტეხასის შტატში საკონცერტო დარბაზ Memorial City Hall-ში გაიმართა. ფესტივალში 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ისტორიაში პირველად ქართველი მუსიკოსი შოთა ადამაშვილი წარდგა. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/gza შეგიძლიათ გაიცნოთ, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით ორი კვირით. ნახვამდის.